გუგა ვიდრე კითხვას პასუხს გავცემდეთ გაიღება თუ არა საქალაქო სასამართლოს კარი სინდისის პატიმრების მხარდამჭერებისთვის მე მაყურებელს ვეცდები რომ ქრონოლოგიურად მოვუყვე როგორ განვითარდა მოვლენები საქალაქო სასამართლოში მაშინ როდესაც 11 საათზე ჩვენ მაყურებელს ვაწვდით იქ ინფორმაციას რომ წუთით უძე უნდა დაწყებული იყო ნიკა კაციას სასამართლო პროცესი პირველების გადაღებ ჯგუფს ჰქონდა უფლება რომ გადაგვეღო დღევანდელი სასამართლოს ხდომა ჰქონდა განცხადება დაწერილი საქალაქო სასამართლოში და ოპერატორს მიეცა შესაძლებლობა შესულიყო პროცესზე და ჩართვის დასრულების შემდეგ უკვე მეც უნდა შესულიყავი პროცესზე იმისთვის რომ სრულფასოვნად გაგვეშუქებია დღევანდელი სასამართლო პროცესი რადგან მხოლოდ ოპერატორი მარტო ვერ შეძლებს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას რადგან პროცესები მაყურებლისთვის ცნობილია რომ გრძელდება დიდხანს კონკრეტული ტაიმკოდები უნდა მოვინიშნოთ ჟურნალისტებმა ვინ რა თქვა რა მონაკვეთში რომ შემდეგ მაყურებელს მოვუყვეთ და ვაჩვენოთ მოკლეს დროში როგორ განვითარდა სასამართლო პროცესები თუმცა როგორც კი ჩვენ ჩართვას მოვვრჩით მანდატური სამსახურის წარმომადგენლებმა არ მოგცა შესაძლებლობა რომ მიგვეწვდინა ხმა მოსამართლისთვის რომ სხდომაზე შევსულიყავით რასაც ბუნებრივია ნიკა კაციას ოჯახის წევრების მხრიდან მოყვა პროტესტი რომ ჟურნალისტს არ ეძლეოდა შესაძლებლობა რომ შესულიყო სასამართლოს ხდომათა დარბაზში მანდატური სამსახურის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდნენ კაციას ძმასთან თავდაპირველად შემდეგ დედასთან ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ შემდეგ აქციის მონაწილეებთან და სასამართლო პროცესის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოაძევეს ისინი და ეზოში გამოიყვანეს და ამის შემდეგ მათ აღარ ეძლევათ შესაძლებლობა რომ სასამართლოს ხდომაზე შევიდნენ ნიკა კაციას პროცესი დასრულდა თუმცა სხვა პროცესებზეც კი აღარ უშვებენ ამ ადამიანებს სხვათა შორის ნიკა კაციასაც ჰქონდა სიტყვა რადგან ის ხედავდა განსაზღვრელი სკამიდან რომ დაპირისპირება იყოს საქალაქო სასამართლოს ფოიეში სადაც მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ სამსახური თვითონ გვეხება ადამიანებზე მოძალადეს არასდროს ეკნევა არც მანდატური, არც პოლიციელი, ქალ ჟურნალისტებზე, ქალ აქტივისტებზე მოძალადეს არასდროს ეკნევა კაცი და გახსოვდეთ რომ სოლიდარობა ყოველთვის ეკნება იმ ადამიანებს რომლებიც სამართლიანობისთვის იბრძვიან განსაკუთრებით ქალებს და არ გაბედოს არავინ და ქალზე ხელი არ აწიოს და არც აუწიოს პონს და ეს აბსურდი რაც არის ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება და თქვენიც ისევე შეგწყვეტთ როგორც იმ მოძალადეებს რომლებიც ჩემ თვალწინ სარკმლიდან რაც ქვია იმას ხანი დავხედავდი როგორ ძალადობდნენ საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან კართან ახლა მანდატური სამსახურის წარმომადგენლები დგანან და სინდისის პატიმრების მხარდამჭერებს ადამიანებს რომლებიც ესწრებიან მუდმივად სასამართლოს ხდომებს არ აძლევენ შესაძლებლობა შევიდნენ პროცესებს დაესწრონ გამხნევონ თავისუფლებისთვის მებრძოლები და ნახონ თუ როგორ მიმდინარეობს სასამართლოს ხდომები ისინი ახლა გარე პერიმეტრზე იმყოფებიან და მანდატური სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ რომ აი ამ ადამიანებმა მაგალითად ზურა ჯაფარიძემ დაწყევლა მანდატური სამსახური და ეს არის მიზეზი რის გამოც არ აძლევენ შესაძლებლობას ზურა ჯაფარიძე შევიდეს თუმცა არა მხოლოდ ზურა ჯაფარიძეს აქ იმყოფებიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები დედები ძმები დები და მათაც შეზღუდული აქვს შესაძლებლობა შევიდნენ მაგალითად ამ წუთებში მიმდინარეობს ორი სინდისის პატიმრის სასამართლო პროცესი მათ გასამხნევებლადაც მოვიდნენ ბუნებრივია ეს ადამიანები თუმცა მანდატური სამსახურის წარმომადგენლები არ უშვებენ სასამართლოში არა და კანონის მიუხედავად მაყურებელსაც გამომარტოთ რომ სასამართლო პროცესები არის ღია ყველა
ადამიანს აქვს შესაძლებლობა დაესწროს სასამართლოს ხდომას. ეს პირდაპირ ჩანაწერი არსებობს კანონმდებლობაში, კონსტიტუციაში, თუმცა მიუხედავად ამისა, დღეს ამ უფლებას უზღუდავენ აქ მყოფ ადამიანებს. Რამდენ დღიანი ან რამდენ საათიანი არის შეზღუდვა, რამდენი ხანი არ ექნებათ შესაძლებლობა აქ მყოფ ადამიანებს პატიმრების ოჯახის წევრებს და მხარდამჭერებს რომ შევიდნენ სასამართლო პროცესებს ხდომებს დაესწრონ. ამ კითხვაზე პასუხი დღეს მანდატური სამსახურისგან ვერ მივიღეთ ამ კითხვაზე პასუხი იმ საპატრულო პოლიციისგანაც, რომელიც მანდატური სამსახურმა გამოიძახა ცოტა ხნის წინ სასამართლოში. რატომ არ ეძლევათ შესაძლებლობა შევიდნენ ხდომას? კითხოს გისურვ, გამეცი რა, როდის მიიცემთ შესაძლებლობა შევიდნენ? ნიკა კაციას პროცესი დასრულდა. და სასამართლო ღია არის წესით სასამართლოზე დასწრების უფლება კანონის მიხედვით აქვს ყველა ადამიანს კანონში წერია რომ ნებისმიერ პროცესს შეუძლია დაესწროს მოქალაქე ბატონო დავით გაგვეცით კითხვაზე პასუხი მაშინ თქვენ კითხავთ როდის მისცემთ აი ამ ხალხს შესაძლებლობას რომ შევიდნენ პროცესებზე და დაესწრონ ხდომა იწყება 5 წუთში მე მოგეთეთ გარეთაც არ ყოფილა არც ისე აი ქალბატონი ნანა მაგალითად უნდა დავესწარი და აი მაინტერესებს კითხვას უსვამ რატო ხეც არ გიშვებენ ქალბატონი რატო იმიტომ რომ შიგნით ვიყავი ბოლომდე კაციას პროცესამდე პროცესისადმი დასრულდებოდა და ეხლა გამოვედი გარეთ ცოტა ხნით და აღარ მიშვებენ ანუ რაღაცა ინციდენტი მოხდა ხო ამბობენ რომ მაგის გამო სჯიან ჭყალებში მე არც მიმიღია მონაწილეობა და არც მე არ მიშვებენ და მიზეს მეკითხები და ვერ პასუხობენ იცით რა მეთქე დღევანდელ დღეს არის მხოლოდ შეზღუდვა თუ ხვალაც ესე იქნება შაბათიდან პროცესები რომ განახდება მერეც ასე იქნება ანუ ამ ადამიანებს დაიმახსოვრებთ სახეებზე ჩაიწერთ თუ რომ გითხავთ გვაინტერესებს მაყურებელს გვინდა რომ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ არ გაგზავთ ინტერვიუში გარეთ მოხდა ინციდენტი რომ ნიკას კაციას დედას შეეხნენ ხელით და გამოიყვანეს აქეთ დავინახეთ ფანჯრიდან დავტოვეთ დარბაზი და გამოვედით და გაშველების დროს ვაშველებდი მე ლაშას მიადგა მანდატური ლაშა კედელზე მიანარცხეს გამოვედით გარეთ გამოვხევით ეს მანდატური კიბეებზე ისროდა ხალხს ბატონი დავითი გვარი არ ვიცი მანდატურის უფროსი კიბეებზე ისროდა ხალხს ასევე ქეთი მოყვა ამ მოსროლის დროს ქერაშვილი ერთ-ერთი პატიმრის და რომელსაც ხელი შევაშველე რომ არ წაქცეულიყო კიბეზე და თავი არ დაერტყა შვიდად წყნარად ვესწრებოდით პროცესს როცა ორჯერ ატყდა ჩოჩქოლი გარეთ ნიკა კაციას დედაც გარეთ იმყოფებოდა და შესაბამისად ძალიან ადამიანური რეაქცია რომ გამოვედით ყველა გარეთ გაგვირკვევა რა ხდებოდა ამ დროს ვხედავ რომ ლაშას მანდატურები მიათრევენ რა თქმა უნდა ყველა გამოვეკიდეთ ლაშას რომ რაღაცებით გაგვეშველებინა გამოგვიძახეს გარეთ მე პირადად კუთხეში ვიდექი რომ მანდატურის უფროსმა მომკიდა ხელი და მომიფრიალა კიბეებზე არა და გაშველების მეც არაფერს არ ვცდილობდი ნამდვილად და ნუ ეხლა აღარ გუშვებენ უკვე პროცესს დაწყევლეთ ვინმე რა არის მიზეზი რის გამოც არ გიშვებენ რას გეუბნებით რომ მე ანა ყურაშვილმა და საბას დედამ დავწყევლეთ მანდატურები და ამიტომ არ გიშვებენ თუ არ გიშვებენ არავის მე კი არ შეგიშვებენ ახლა ეხლა მოსულები არა ვინც არის საერთოდ რა ხდებოდი მათაც არ უშვებენ ანუ ნიკა კაციას საქმეზე ვინც იყო იმას არავის არ უშვებენ ნიკა კაციას სასამართლო პროცესი დღეს გადაიდო აღკვეთი ღონისძიება გადასინჯა მოსამართლემ ნიკა კაცია მიმართა სასამართლოს სიტყვით უთხრა რომ მისთვის გაუგებარია პროკურატურის არგუმენტები რომ თითქოს არსებობს საფრთხე რომ ხელახლა ჩაიდინოს ნიკა კაციამ დანაშაული ისაუბრა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულმა განსაზღვრელის სკამიდან მან თქვა რომ ითხოვს საგამოძიებო უწყებებისგან დაიწყონ გამოძიება თუ როგორ განხორციელდა მასზე ზეწოლა, ძალადობა, როგორ უსწორდებოდნენ მას ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მოსამართლემ მოისმინა ნიკა კაციას სიტყვა, თუმცა ის კვლავ პატიმრობაში, კვლავ ციხეში გაუშვა, აღკვეთი ღონისძიება გადასინჯა სასამართლომ, თუმცა პროკურატურის საფრთხეები საფუძვლიანად მიიჩნია მოსამართლემ და ამიტომ კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება. ვიგებ ვერასდროს რას ნიშნავს ფრაზა განმეორებითი რაღაც დანაშაულის შადენა იმიტომ რომ ჯერ ზუსტად ამიტომ ვარ და ამიტომ იცავს საკუთარ თავს რომ ერთი დანაშაულის არ ჩამიგენია და ზუსტად ეს არის ამ ცხოვრების ამაურება და არის ამაურების ბაზარი რის გამოც მიაღწია შესაბამისად ერთი დანაშაული არ არსებობს
რომელიც გამტკიცდა როდესმე რომელიმე ეპოქაში, რომელიმე საუკუნეში, რომელიც დავაშავე და მესმის ყოველთვის დისტანცირდებით აი ამ ადამიანობას როცა უსვამო ხას, მაგრამ როგორც ადამიანი ვიდრე თქვენს მანტიას ვიდრე გაიხსენებთ, ჯერ ხომ ადამიანი ხართ და მე ყველანაირი რეგალი ან ვიხვეწები ადამიანებო რომ დაიწყოს გამოძიება და გამოძიება რო არ იწყება, იქვე არის უკვე პასუხები რატომაც დაიწყება, რომ დაიწყოს გამოძიება. ეს გამოძიება რო დაწყებულიყო, მე ზუსტად ვიცი რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში მე დღესაც არ ვიჯდებოდი. იმიტომ კი არა რომ ჩიტივით მინდა თავისუფლება, არა, იმიტომ რომ უბრალოდ არაფერი არ დამშავებია, არაფერი რო არ ხდება ქმედითი, არც ერთი ნაბიჯი რო არ იწვება, უბრალოდ რომ მიდის ვაი რაღაც გამოგვიყვანეთ მასხარები რა გეთხოვათ ისე და სხვანაირად გაგართობდით და უფრო შთამბეჭდავად. ანუ ეს ისეთი სასაცილოა ჩემთვის, რომ მართლა გეუბნებით და ბავშვობაში ტომისა და ჯერიზე არ მეცინებოდა ისე, როგორც ახლა მეცინება. მაშასე ნიკა კაცია სასამართლო პროცესი 9 ივნისისთვის გადაიდო. 9 ივნისს ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან საქალაქო სასამართლოსთან. თქვენ ხედავთ სინდისის პატიმრების ახლობლები არიან შეკრებილი გულშემატკივრები 2 საათზე მათედევიძის სასამართლო პროცესია და საინტერესოა აი ამ ადამიანებს ვინც ახლა აქ იმყოფება მიეცემათ თუ არა შესაძლებლობა დაესწრონ სასამართლოს ხდომას. ასეთი არის ვითარება ახლა საქალაქო სასამართლოსთან. მანდატური სამსახური ამაგრებს სასამართლოს შესასვლელს და აქ ასევე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. არც მანდატური და არც პოლიცია არ აძლევს შესაძლებლობას ხალხს რომ შევიდნენ საქალაქო სასამართლოში.